მოგესალმებით, ეს არის დისკუსია ნიკოსთან. ჩვენი სტუმარი დღეს არის ლევან სანიკიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესმდივანი, თუ არ ვწდები? პრესპიკერი. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დამითმეთ ჩვენი პოდკასტისთვის. დღევანდელი ჩვენი თემა არის ნაციონალურ მოძრაობაზე, პროპაგანდაზე და მის მემკვიდრეობაზე. ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობა, რა არის ამ პარტიის მემკვიდრეობა თქვენი აზრით ქართულ პოლიტიკაში? პირველი მადლობა დაინტერესებისთვის და ძალიან მიხარია რომ ამ პოდკასტს ერთად ვწერთ. ეს არის ისეთი შეკითხვა, გრანდ შეკითხვა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით. მოდი თავიდანვე ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე დიდი ისტორიის მქონე პარტია საქართველოში, არავინ არ მიწყენს საკუთარი მიღწევებით, საკუთარი გამარჯვებებით და მის ბიოგრაფიაში არსებული მარცხებითაც კი, იმიტომ ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც რევოლუციის გზით მოვიდა ხელისუფლებაში, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა გაიყვანა ევროკავშირის გზაზე, პირველად სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს აღიმართა ევროკავშირის დროშა საქართველოში, რომელმაც ამ ქვეყანაში დაამარცხა კორუფცია, კრიმინალი, რომელმაც მისცა ახალ თაობას საშუალება ეგძნო თავი ევროპულ სახელმწიფოში მცხოვრებ მოქალაქედ. ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც ყველანაირი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართულმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით, გაითვალისწინა ქართული ხალხის ნება, რაც ესეც უნდა ყოფილიყო დემოკრატიულ სახელმწიფოში და პირველად რეგიონის ისტორიაში, არ მხოლოდ საქართველოს რეგიონის ისტორიაში პირველად გადააბარა მშვიდობიანად ხელისუფლება არჩევნების გზით. და მას შემდეგ 13 წელია არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელიც არ აძლევს ივანიშვილის ხელისუფლებას საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების საშუალებას. ესეთი რამე ამ ქვეყნის ისტორიაში არ მომხდარა, რომ ძალა ყოფილიყო ხელისუფლებაში და ოპოზიციაში გადასვლა შეძლებოდა. რაც შეეხება მის მემკვიდრეობას, ეს პირველ რიგში არის საქმით დამტკიცებული მემკვიდრეობა, რითაც სხვა პარტიები საქართველოში ვერ დაიკვეხნიან. რაც პირველ რიგში დაკავშირებული არის აი ზოგადი სოციალური ფონის მნიშვნელოვნად გამოსწორებით, რომ ქვეყანაში სადაც ახალგაზრდებს არ ეძლეოდათ უნივერსიტეტებში, სკოლებში კორუფციის გარეშე წარმატების მიღწევა, სადაც პენსიები თვეების და შეიძლება წლების განმავლობაში არ გაიცემოდა, სადაც კრიმინალი და ნარკომანია იყო ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, სადაც აი ერთი კლანის ხელში, კორუმპირებული კლანის ხელში იყო მთლიანად ხელისუფლება კონცენტრირებული, სადაც არ არსებობდა პერსპექტივის განცდა, სადაც აი ჩვენთვის წარმოუდგენელია, მეც არ მახსოვს ეს პერიოდი, მით უმეტეს შენ არ გამახსოვრება, სადაც შუქის და გაზის ქონა იყო ფუფუნება, სადაც განათლების მიღება იყო ფუფუნება, სადაც დასავლეთში წასვლა და იქაური განათლების მიღება ან მოგზაურობა იყო რაღაცა ზღაპრი შემადგენელი ნაწილი. ეს არის ის მცირე ჩამონათვალი და რაც მთავარია ჩემთვის ეს საამაყო საკითხია 2008 წლის სამხედრო აგრესიის გამკლავება. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი, მაგრამ რუსეთმა ვერ შეძლო ის, რაც იყო მათი მიზანი, საქართველოს სრული ოკუპაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილება. პირიქით 4 წლის განმავლობაში შემდგომაც ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა რეფორმები იქამდე, სანამ 2012 წელს არ მოვიდა ქართული ოცნება მაშინ კოალიციით. და ეს არის იმ მემკვიდრეობის მცირე ჩამონათვალი, რომლის მთავარი კიდევ ერთი დანამატი უნდა იყოს ის მნიშვნელოვანი გარღვევები საგარეო მიმართულებით, იმიტომ რომ დღეს საქართველო, როდესაც საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული, მიშას დროს ამერიკის პრეზიდენტების ჩამოსვლა, სახელმწიფო მდივნების ჩამოსვლა იყო ჩვეულებრივი ამბავი. ჩვენ გავხდით არარსებული რაღაცა პოლიტიკური სუბიექტიდან სრულფასოვანი მოთამაშე, მათ შორის მიშას და ნაციონალური მოძრაობის ძალიან აქტიური ჩართულობით შეიქმნა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატი და ჩვენ რეალურად გადავდგით ის ნაბიჯები, რომელმაც საქართველოს მოუტანა ვიზა ლიბერალიზაცია, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და სამწუხაროდ ამის ნგრევას უყურებთ ყოველდღიურად. ამიტომ მემკვიდრეობაზე საუბარი იმდენად ფართო თემაა, რომ თუ კი ვინმეს აქვს ამ ქვეყანაში სათქმელი
რომ რამე უკეთებია არის ნაციონალური მოძრაობა. კი, ნაციონალურ მოძრაობას ძალიან დიდი ისტორია და მემკვიდრეობა აქვს ჩემი აზრით. თქვენ ვარდების რევოლუცია ახსენეთ და ჩემთვის მე ამას უყურებ, როგორც ეს არის პარტია, რომელმაც უნდა შეასრულოს ის იდეა, რაც არის ვარდების რევოლუციის სწრაფი განვითარება და საქართველოს დასავლეთთან და დასავლურ სტრუქტურებთან, როგორც არის ნატო და ევროკავშირი, მაგ გაწევრიანება. 2008 წლის ომი ახსენეთ, ამ ნაციონალური მოძრაობის დროს, როცა ხელისუფლებაში იყო, ეს ომი იმის გამო დაიწყო რუსეთმა, რომ ეს ფარობა ჩამოეშორებინა ხელისუფლებისგან და ვიღაც თავისი პატარა თოჯინები ან ესეთი შეიძლება ითქვას puppet government, როგორც ამბობენ, დაესვათ ჩვენს მთავრობაში. ეს არ მოხდა, მაგრამ დღეს ისეთი რაღაცა ხდება ამ საგამოძიებო კომისიით. საგამოძიებო კომისია ცდილობს, რომ ომი შეტენოს წინამთავრობას და შეტენოს არა მხოლოდ წინამთავრობას, არამედ მთლიანად საქართველოს. ვითომ ჩვენ დავიწყეთ ომი, ამას აკეთებს რუსეთი თეატრულუკიანის ხელით. ნუ თეატრულუკიანი არავინ არ არის, ბიძინა ივანიშვილის ხელით ეს ბუნებრივია. ერთ-ერთი მეთოდი, რითიც რუსეთი ცდილობს და ქოცები რომ დაასუსტონ ნაციონალურ მოძრაობა. ჩემი აზრით არის ეს პროპაგანდა, ნაცი ტოლია ქოცი, მიშა ტოლია ბიძინა. ამაზე რა სიტყვით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს პროპაგანდა არის სრულიად სისულელა, იმიტომ რომ ცალკე ჯერჯერობით ორი პარტია არის, ორი ძალიან განსხვავებული იდეებით და ესენი ცდილობენ, რომ არა, ესენი იგივეები არიან, ეს ორივე რეჟიმი იყო, აი ნაცმოძრაობას, რომ რეჟიმს ეძახიან, რომელმაც მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება. ეხლა რეჟიმი მაგის გამკეთებელი არის. ეს არის პირველი ინდიკატორი, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იყო რეჟიმი, იმიტომ რომ ეს დემოკრატიული გზით არ იცვლება ხელისუფლებები რეჟიმების დროს და დემოკრატიის შუქურას არ უწოდებენ იმ პრეზიდენტს, რომელიც ესე ამ ბრალდებებით ბიძინა ივანიშვილთან ყავთ გათანაბრებული. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, ამ ქვეყნის მთავარი მტერი ვლადიმერ პუტინი არის მიხეილ სააკაშვილის დაუძინებელი ოპონენტი და ჩემი ღრმა რწმენით, რასაც წლებია ვიძახით და მგონი დღეს უკვე ყველა დარწმუნდა, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პირადად ვლადიმერ პუტინის პატიმარი, რომ მას არ ეპატია და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში, იმიტომ რომ ამ პრეცედენტის დაშვება რუსეთს ყოველთვის საფრთხეს უქმნის, იმიტომ რომ იმ სისტემას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი მართავს, ყველაზე მეტად ეშინია წარმატებული სახელმწიფოსი, რომელიც ასევე მოდის საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობიდან. და მიშა მე შეძლო, ასევე ის ისჯება 2008 წლის გამო და წარმოუდგენელია, რომ ნაციონალური მოძრაობა აი თეა წულუკიანს და მიხეილ სააკაშვილს რა აქვს საერთო, აი აქ ტოლობის ნიშნის დასმა არის უბრალოდ უნამუსობა. ეს არის ჩვეულებრივი უნამუსობა, იმიტომ რომ ეს არის ერთ მხარეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა თავისუფალი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, მისი ინსტიტუტები, ქვეყანა დააბრუნა იმ განვითარების გზაზე, რომელსაც 1921 წელს მოუწყდით ჩვენ და საბჭოთა აი ამ მანკიერი იმპერიიდან გამოგვიყვანა, მიშა აკეთებდა ყველაფერს რისთვის, ხო? შეიძლება ჩვენ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი არ გასულა საქართველოსთან და მიშას გაყავდა ამ ქვეყნიდან საბჭოთა კავშირი და ჩემი ღრმა რწმენით ერთი საპარლამენტო ვადა დააკლდა ამას და 2016 წელს რომ მომხდარიყო ის ცვლილება, შეიძლება ესეთი ტრაგიკული აღარც ყოფილიყო და ბიძინა ივანიშვილი ვეღარც მოსულიყო ხელისუფლებაში. და მიშას და ბიძინას შედარება ეს არის იმდენად შეურაცხყოფელი, ეს არის არ ვიცი. ისტორიის ცალსახა გადაწერის მცდელობა, რასაც წულუკიანის ეს კომისია აკეთებს, მისი მთავარი მიზანია, რომ ჯერ დაიწყოს, რომ ეს არის ნაციონალების გასამართლების კომისია, ჯერ ამათი გასასამართლებელი ვის რაჭირს. და თუ კი რამეს აღიარებს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ეს იყო სასამართლო რეფორმის ძალიან დიდი ჩავარდნა, რომელიც შედეგად დაედო 2012 წლის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი იყო, ხო? ქვეყანაში არის იმაზე უფრო უარესი სასამართლო, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის აი ამ ხელისუფლების დროს იყო, რასაც ის აღიარებს, ეს იყო ძალიან დიდი ჩავარდნა და ამ თვალსაზრისითაც უკვე სხვაობაა, იმიტომ რომ მიშა არის კაცი, რომელიც ამბობს, რომ რაღაც შეცდომა აქვს დაშვებული და ბიძინასთვის ეს წარმოუდგენელი ამბავია. ეს ერთი. მეორე, ამ კომისიის აზრი უნდა ყოფილიყო ბევრისთვის, რომ ეს ნაციონალები და მიშა გაასამართლონ, ხო? ეს იმდენად უნამუსობაა, რომ ამის დაშვება არ შეიძლება, მაგრამ აღმოჩნდა, ეს არა მხოლოდ ამ პერიოდს მოიცავს, არამედ ვარდების რევოლუციის იდეაც გასასამართლებელია. 2008 წლის სტრასბურგის და ჰააგის გადაწყვეტილებები ომის შესახებ ასევე გადაწახედია, რომ რუსეთს კოჭი უნდა გაუგორონ.
9 აპრილიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, გიორგი ანწუხელიძის გმირობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და ჩემ თავზე ვიტყვი, მაგალითად მე ნაციონალური მოძრაობის წევრს, ხო, ძალიან აქტიურ ადამიანს ამ თვალსაზრისით, რომელიც ამბობს, რომ ერთმა კაცმა არ უნდა მართოს საქართველოს, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, რომ 9 აპრილი მოაწყო რუსეთმა, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირია, რომ ამ ქვეყანას ჭირდება ევროპული განვითარება, რა მაქვს საერთო ოზარს უბართან. აი ეს ტოლობის ნიშანი ავტომატურად ინგრევა, როდესაც თვითონ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც უფრო აქტიურად გამოხატავენ მათ პატრიოტულ პოზიციას, იმიტომ რომ მე არ დავმალავ ამ წლების განმავლობაში რაღაც ნაწილმა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების აი ამ პროპაგანდით გარკვეული კომპლექსები გაიჩინა. და მალავენ, რომ არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, აქტიურ დებატში არ შედიან ქართული ოცნების მხარდამჭერებთან, ეს არის დაუშვებელი. ჩვენ გვაქვს მორალური უპირატესობა, ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ 13 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოვიდა, რომელიც საერთოდ ხელისუფლებაში ნამყოფი არ არის. მე მაგალითად მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა 3 წლის ვიყავი და რო წავიდა 12-ის. შესაბამისად, აქ უფრო მეტი ადამიანი მოდის, ვისაც ახალი იდეები აქვს და ამ ახალი იდეების განხორციელება ისევ ნაციონალური მოძრაობის პლატფორმით არის ყველაზე მარტივად შესაძლებელი. კი, აი თქვენ ახსენეთ, რომ აი კომპლექსდებიან ხალხი იმისთვის, რომ აი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი არის. ამაზე მინდა გელაპარაკოთ, ეს ამას დაკეთებს ეს ეგრეთ წოდებული სისხლიანი 9 წელის პროპაგანდა, რომ ამ 9 წელს ეძახიან სისხლიანს. ახლა მე ძალიან ბევრი ახალგაზრდას აი 15, 16, 17, 18, 20 აი ამ ასაკ ჯგუფში ველაპარაკები ხოლმე. პრობლემი შენ ამ პოლიტიკურ ძალას ვჭამ ფარც, მე 10 ნაცი ვარ, 20 ვარ. მე ნეიტრალი ვარ და ბიზნეს ზუსტად ეს უნდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნეიტრალი უფრო აწყობს ივანიშვილს, ვიდრე რომ აი მაგდროულად ნაციონალურ მოძრაობას დაუჭერს მხარიან სხვა ოპოზიციურ პარტიას. მე როგორც უყურებ ამ ყველაფერს, ამითი ამ პროპაგანდით მარტო ხალხი კი არ კომპლექსდება. ამითი თვითონ პარტიები კომპლექსდებიან, აი სამწუხარო. მე აი რო უყურებდი ამ წინასაარჩევნო კამპანიას ნაციონალური მოძრაობის რო ვნახე. გეგონება პარტია ცდილობდა რომ დაშორებულიყო რაც იყო და შეიქმნა რაღაც ახალი. როცა ეს რეალურად ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩემი აზრით მაინც ეს საჭირო არ იყო. ნაციონალური მოძრაობა არის ის პარტია, რომელმაც მოახდინა ვარდების რევოლუცია და ამდენი რეფორმა. ეს უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით პარტიის მთავარი კამპანია და არ იყო ეს იყო აი გეგონება აი ავითომ ახალი პარტია იყო და ჩემიც ეს საჭირო არ იყო, იმიტომ რომ დააკომპლექსეს ამითი, მე მგონი ყველა და ჩემი აზრით იმით უნდა ვებრძოლოთ ამ პროპაგანდას, რომ თქვათ, რომ არა, ეს არ არის სიმართლე. ეს თქვა რა სისხლიანი 9 წელი, ეხლა ბევრად უფრო მეტია და ამათმა ამ თავრობამ ხალხი დახოცეს, ხალხს უდიდესი ძალადობა ჩაიდეს და მაგნიტსკის სიაში მოხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი. და ვიცე-პრემიერი და ესენი ეძახიან კიდევ ვიღაცა სისხლიანს. სასიკვდილოდ გაიმეტეს ჟურნალისტები, რომელიც მე მგონი ომის დანაშაული არის ესეთი რაღაცა რო გააკეთო. ანუ ესენი მარტო ვერავის ვერ დაუძახებენ სისხლიანს და ეს თემა საქართველოს უნდა გაიგოს ჩემი აზრით. ახალგაზრდება არ იციან რა გაკეთა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს. კი, რაღაც შეცდომები მართლა იყო, ახლა უშეცდომო არავინ არა, რაღაც ძიმე შეცდომებიც იყო. მაგრამ ეს ხალხმა ხო გასცა ამაზე პასუხი და პასუხისმგებლობა აიღო. პასუხისმგებლობაც აიღო. მიშა სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ ორჯერ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ერთი იყო 7 ნოემბერი, როდესაც მიშა გადადგა და დანიშნა არჩევნები, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში არ მომხდარა. ყოველ დღე 7 ნოემბერი ხდებოდა უსწავლელის გამზირზე და ერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ. და მიშა პრეზიდენტობიდან გადადგა. ამიტომ ტოლობის ნიშნის დაყენება აქაც სამარცხვინო. და მეორე, როდესაც ქართულმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, რაც ზოგადად ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიულ გარემოში არის ძალიან ჯანსაღი. მაგრამ ტრაგედიამდე მივედით. ამიტომ შეფასდა 1 ოქტომბერი ტრაგედია, თორემ მიშა სააკაშვილის ბიოგრაფიაში ეს მაინც ჩაიწერება, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებიდან წავა პოზიტიურ შტრიხად, რომ მან შეძლო და აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და რეგიონში პირველად გააკეთა ეს. რაც შეეხება თავად ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას, მე მგონია, რომ წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიპს არ ჰქონდა სწორი პოზიცია და ისინი თვლიდნენ, რომ ამ პროპაგანდასთან დაპირისპირებას ან აზრი არ ჰქონდა და დამარცხდებოდნენ. ან თვლიდნენ, რომ ჯობია ალტერნატიული პროცესი შევქმნათ, რომელიც ამას მიივიწყოს, მაგრამ მე ესეთი პოზიცია მაქვს, რა თქვენ თუ ხართ ამორჩეველი და მე მოვდივარ და თქვენ ავტომატურად ჩემზე გაქვთ განწყობა, რომ ვარ მკვლელი,
და ვარ სისხლიანი, რაც არ უნდა დაგკვირდეთ ეკონომიკური განვითარება და ევროკავშირში ინტეგრაცია, მე მაინც არ მომცემთ ხმას. და შესაბამისად ეს კლიშე თუ არ დაანგრიე და ეხლა ყველაზე მარტივია ამის ჩამონგრევა ქართულმა ოცნებამ ისეთები იკადრა და გააკეთა, რომ ნაციონალური მოძრაობის ყველაზე რაღაცა თავის დროზე დაპირისპირებულ ოპონენტებსაც კი უჭირთ იმის თქმა, რომ დღეს ქართული ოცნება არ არის ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯების გადამდგმელი, მათ შორის აი ამ ყბადაღებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებთან მიმართებაში, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის დროს იყო, ხო? და ამ ვითარებაში მე მგონია, რომ გეთანხმებით, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააგრძელოს ვარდების რევოლუციის მონაპოვარის დაცვა და რაც მთავარია, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ვარდების რევოლუციასთან ბრძოლა ეხლაც მიდის. ის არც მაშინ არ დამთავრებულა გამარჯვებით და ეხლა ცდილობენ რომ დაამარცხონ, იმიტომ რომ თუ ივანიშვილმა მიაღწია ის, რასაც აპირებს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოვექცეთ, რომ ევროკავშირმა თვითონ თქვას ჩვენზე უარი, ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმდეს, ადამიანის უფლებების დაცვა გახდეს ნულამდე დაყვანილი, რომ ოლიგარქიული რეჟიმი ბოლომდე გამყარდეს, რომ პოლიტიკური პარტიები აიკრძალონ, არჩევნებმა აზრი დაკარგოს. ეს იქნება ვარდების რევოლუციის მარცხი, რაც რუსეთს უნდა. და შესაბამისად, როდესაც გაქვს ესეთი დროშა ვარდების რევოლუციის სახით და ამას გაგრძელება მოყვება, ხო, იმიტომ რომ მაშინ რა რეფორმები ჩატარდა, ეხლა ძუამრავი ადამიანია, რომელსაც აქვს ახალი რეფორმების იდეა და ნაციონალური მოძრაობა ამის იდეალური განმახორციელებელი იქნება მომავალშიც, იმიტომ რომ აქვს როგორც პოზიტიური, ისე რაღაც თვალსაზრისით ნეგატიური გამოცდილება და იცის რა არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ იცის როგორ უნდა გაკეთდეს და სწრაფად როგორ უნდა გაკეთდეს და ამ ვითარებაში მე მგონია, რომ ამ პროპაგანდასთან დაპირისპირება აუცილებელია, იმიტომ რომ თვითონ ამ კომისიამაც აჩვენა, რომ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ადრე ნაციონალურ მოძრაობაზე იყო, როგორც იარლიყი, აკრული, თვითონ ქართულმა საზოგადოებამ ჩამოხსნა და საზოგადოებას უფრო დიდი როლი მიუძღვის ამ სიმართლის დადგენაში, აი ყბადაღებული მაგალითად აფრასიძეების საქმეზე რაც მოხდა, რომ 21 წლის შემდეგ საზოგადოება მიხვდა რეალურად რა მოხდა მაშინ, იმიტომ რომ იმდენად ამ ინფორმაციულ სამყაროში იმდენად მალე ვრცელდება სიმართლე, რაც აფრასიძეების საქმეზე იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ამ 13 წლის, არამედ წინა 9 წლის განმავლობაში არაფერი არ გაუკეთებია. და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და მე რასაც ვიტყვი ასევე როგორც ახალგაზრდა, რომელიც ამ პარტიის ნაწილი ვარ, რომ ეს ახალგაზრდებს უქმნის პრობლემას, რომ ამაზე პასუხები არ იყო გაცემული, ამაზე პასუხები რომ იყოს გაცემული და ეს თემები დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ამ პარტიაში შემოსვლა და რაც შენ თქვი, რომ ბევრი ათანაბრებს, რომ არც ნაცი ვარ, არც ქოცი ვარ, შუაში ვარ. ესეც არანორმალურია, იმიტომ რომ სულ არის ორი იდეა, ან საქართველოს მხარეს ხარ, ან რუსეთის მხარეს ხარ. მე ამას დასავლეთის მხარეს არ დავარქვა. საქართველოს მხარეს ხარ და დასავლეთი იმიტომ გინდა, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი სახელმწიფო და ამ ვითარებაში ამ ორი იდეის გარშემო უნდა მოხდეს კონსოლიდაცია. მე ესე მგონია და ამ ორ იდეას ყავს თავის წარმომადგენლები. ერთი არის მოღალატეთა ეს რაზმი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და მეორე ამ იდეის მთავარი გამტარი მიხეილ სააკაშვილის სახით. კი, ეს მართლაც ესე არის. აი საქართველო და რუსეთი ეს არის არჩევანი ხარ. კი, ეხლა დემოკრატიებში შეიძლება იყოს რომ ადამიანი რომელიც შეიძლება მესამე ძალას მისცეს ხმა და თქვას რომ იცი რა არის მოდი ეს არც ერთ პარტია არ წარმოადგენს ხმა, ეს მესამე ძალა წარმოადგენს და ამას მივცე ხმა, მაგრამ ოპოზიცია დღეს საქართველოს ოპოზიცია უმეტესობა არის საქართველოს მხარეს. უმეტესობას უნდა რომ საქართველო იყოს უმაგრესი თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, რაც არის ამ ქვეყნის მე მგონი აი მომავალი და ეს 100%-ით მოხდება ჩემი აზრით. ეხლა მინდა გელაპარაკოთ პირადად მიხეილ სააკაშვილზე. აი სააკაშვილის ფაქტორი ნაციონალური მოძრაობის რეზისტენტულობაში. ეს ადამიანი ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს აი უდიდეს ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სიმართლე რო ვთქვათ, ყველაზე ძალიან ბიძინა ივანიშვილს ეშინია მიხეილ სააკაშვილის. მახსოვს მაისტრე. მახსოვს ამიტომის მარტომიშიც. ამიტომის მიშაც იხეშ და ამიტომ აი რომ ყველაფრის ფასად არ გამოუშვებს, იმიტომ რომ ძალიან ეშინია მართლა ამ ადამიანს და ვფიქრობ რომ რო ჩამოვიდა მიშა მე მახსოვს აი დილა იყო და სკოლაში დავუგან, იმიტომ რომ მაინტერესებდა რა ხდებოდა და პარასკევი იყო, შემდეგ დღეს იყო შაბათი და არჩევნების დღე და
არ არის ჩამოსულიო ესე პაპუაშვილი გამოდა აი ბუენოს-აირესიდან მოგესალმებთ და მე აღმოჩნდა რომ ჩამოსული იყო ანუ თან შიში იყო ამ ადამიანებში და ყველაზე დიდი ტრაგედია დღეს საქართველოში არის რომ მისი მესამე პრეზიდენტი რომელს გინდა თუ არა სახელმწიფო შექმნა სოფიო რუკაზე დაგვაბრუნა და აი საერთოდ საქართველოს აი როცა იტყოდი რომ მე საქართველოდან ვარ ეხა ამერიკაში შეიძლება ჯორჯია შტატიდან არის მიხვდეთ მაგრამ ევროპაში ვერ მიხვდებოდა რომ საქართველოს რა არისო გეტყოდა და ეხა რომ მე საქართველოს ვარ ის მიხვდება რომ ეს არის უდიდესი კულტურის მქონე სახელმწიფო. თქვენი აზრით რა არის სააკაშვილის ფაქტორი პარტიის რეზისტენტულობაში? ჩემი აზრით ნაციონალური მოძრაობის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო და არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2012 წლიდან არის ნებისმიერ პოლიტიკოსთან არათანაბარ პირობებში, იმიტომ რომ მე უბრალოდ წარმოდგენაც არ მინდა ბიძინა ივანიშვილს რა ელოდა, იმიტომ რომ ბევრი ამბობს რა ერთი დღით გამოუშვით მიშა და აი ნახავთ რა სიზონი. ამ იდეასაც ვერ თანხმობები, მაგრამ აი 6 თვით რო გამოუშვა მიშა და ჩაატარებინო კამპანია ნაციონალური მოძრაობა მე წარმოდგენაც არ მინდა რა პროცენტს აიღებს. მიშა არათანაბარ პირობებშია. ან უცხოეთში იყო და არ ქონდა პირდაპირ კომუნიკაციის საშუალება მის სამმართველთან, ან ციხეშია. და ამის მიუხედავად მიშა არის მთავარი ელექტორალური ფაქტორი. და უნდა დაფიქრდე რომ ეს ადამიანები 13 წლის განმავლობაში ხო ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა არის რთული ამ ქვეყანაში. და თუ გაგიგებენ რომ მისი მხარდამჭერი ხარ ფინანსური პრობლემები გექნება საჯარო სამსახურიდან შენ ნათესავებს ყრიან ბიზნესის დაწყების პრობლემა გაქვს ძალოვანი უწყებები შენით ინტერესდებიან ასე შემდეგ ხო რატო უჭერენ მიშას მხარს ხო და მხოლოდ აი ამ იდეების გამო და მიშაზე მეტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გაუკეთებია არც ერთ ხელისუფალს, მაგრამ მეცაც ვიტყვი, არც ერთ ოპოზიციონერს. იმიტომ რომ მე ესეთი რამის თქმა შემიძლია, რომ მიშა ამ ქვეყნის ისტორიაში არის ამავე დროს ყველაზე წარმატებული ოპოზიციონერი, როგორც ესეთი. იმიტომ რომ პირველ ჯერზე რევოლუცია მოახდინა, ნუ ჯერ თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა, მერე რევოლუცია მოახდინა და ხელისუფლებაში მოვიდა და ახლა 13 წლის განმავლობაში არის ბიძინას მთავარი ოპონენტი, რომელსაც ვერაფერი ვერ მოუხერხა. ამაში ვეთანხმები ბიძინას. უნდა ეშინოდეს ყველაზე მეტად მიშას, იმიტომ რომ თუ კი ვინმე შეუძლია ქართული ოცნების ხელისუფლების დემონტაჟი იდეებით პირველ რიგში და ყავს მხარდამჭერების საოცარი ბაზა არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამავე დროს აქვს გრანდიოზული საერთაშორისო გავლენა და სახელი, იმიტომ რომ ჩვენ აღმოჩნდით იმ ვითარებაში, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა ჩვენ არ გვყავს საერთაშორისო მასშტაბით აი ესეც ცნობილი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია საქართველოს საკითხის დაყენება მსოფლიოს ნებისმიერ მაგიდასთან, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები. ეს მართლაც ესე მიშა მართლა მსოფლიო პოლიტიკოსია, ჩემი მეგობარი, ვინც ინგლისში სწავლობს, ჩემთან ერთად სხვა სკოლაში, მიყვება, რომ გამოვიძახეო საჭმელიო. და მძღოლმა რომ მომიტანა, მკითხა საიდან ხარ და საქართველოდან და პირველი ადამიანი, ვინც გახსენდა, არის სააკაშვილი და მე გადაირია განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ახლა ბალტიისპირა სახელმწიფოების გარდა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის უნარი პირველი აღმოჩნდა ჩვენ და მიხეილ სააკაშვილს ხო რომელსაც ვარდების რევოლუცია იმიტომაც არ ეპატია რომ მე ამას მიჯრით მოყვა ხავერდოვანი რევოლუციები პოსტსაბჭოთა სივრცეში და ამის გამო ისჯება ახლაც ის აი სწორედ ამის გამოზის ბიძინასთან დაპირისპირების გამო კი არა რომ აი უბრალოდ ჯერა რომ საქართველოს შეიძლება იყოს წარმატებული სახელმწიფო აი ეს არის და ბიძინას ამის არ ჯერა. ბიძინას არც ვერ დავაჭერა. ბიძინა არის ვლადიმერ პუტინის პირადი მსახური, რომლის მთავარი მოვალეობაც არის ამ წუთას, როგორც თითოეული ჩვენგანის და სახელმწიფოს ციხეში გამომწვდება, ისე კონკრეტულად მიშას აი საკნის ის არის, რა ქვია, მეთვალყურე, რომ მიშა გარეთ არ გამოვიდეს და ამ ვითარებაში აბსოლუტურად არასამართლიანად იქცევა რიგი ოპოზიციონერი და მეხუთე პრეზიდენტიც რომელიც ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. ანუ ის კი არა რომ ხარი დაუჭიროს მის გათავისუფლებას. იმას ვერ ამბობენ, რომ მიშა პოლიტპატიმარია. არა და კომპლექსია. ეს კომპლექსი გამოწვეულია ვითი. ნებისმიერ მაგიდასთან, სადაც ოპოზიციური ლიდერების ხედან რო წარმოიდგინან, რომ იქ მიშაც მოადგამს კამს და დაждდება, ყველანი იცის იმ მაგიდასთან, ვის აქვს თავარი სიტყვა. და მათი მთავარი მიზანი არის, რომ მიშას როლი იყოს მაქსიმალურად უგულებელყოფილი, რომ თითქოს არ არსებობს. და
კაცი, რომელიც გასამართლებული ყავს სანქცირებულ სასამართლოს, აი ბადრი კოჭლამაძაშვილს, მისი საქმეები შეკერილი აქვს ფარცხალაძე რომანოვს, კაცს, რომელიც ესწრება 9 მაისს და ბიძინას, თეატრულუკიანის და პუტინის დავალებით არის გასამართლებული და ეს დოკუმენტურად დამტკიცებული აქვს ევროპარლამენტს, რომ მიშა პოლიტპატიმარია, სანდუ, ზელენსკი, ვისი განცხადება არ არის, ხო, მაკრონის, რომ მიშა უნდა იყოს თავისუფალი. ისინი ესენი არ არიან პოლიტპატიმრად, მაგრამ აი ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი ვერ ბედავს ამის თქმას და ეს არის ის, რითაც ბიძინა იკვებება. მორალური სიცხადე უნდა არსებობდეს, რომ თუ რიგით აქტივისტს ბიძინა არ აძლევს სასამართლოს უფლებას, მიშას რატომ იცემს? ამის არ შემჩნევა არა თუ ორმაგი, არამედ სამმაგი სტანდარტი. კი ეს მართლაც ესეა, ჩემი აზრით, ეხა მიხეილ სააკაშვილის კომპლექსი ბევრსა განსაკუთრებით ქართულ ოცნებაში და შეიძლება ვიღაცებს კი ოპოზიციაში მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომ არ შეიწყალა ეს ჩემი აზრით იყო არ ვიცი ეს რატო არ გააკეთა არ ეს ეჭვმიჭდება რომ შეიძლება შეთანხმებაში იყოს ბიძინა ივანიშვილთან იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილმა იცის რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი ხო მაკრონთან დადის ხოლმე სულ ევროპაში დადის ხოლმე უგლებია რომ მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი აი ტრამპთან რომ მივიდა აი ნოტრდამი რო გაისახა ხო ტრამპთან რომ მივიდა ტრამპს რო უთხრა რომ საქართველოსდან ვარო ტრამპს რა გაახსენდებოდა პირველი დონალდ ტრამპს გაახსენდებოდა ის დღე როცა ბათუმში იყო და როცა ტრამპ-ტაუერის გახსნა უნდოდა და რა აი ჩემთვის ეს არის უბრალოდ აი შოკი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რომელიც ამბობს რომ მე უნდა ევროპასკენ წავიყვან ამ ქვეყანა მე უნდა წავიყვან საქართველოს დასავლეთისკენ ევროკავშირში ნატოში არათავისუფლებს იმ ადამიანს ვინც ეს ყველაფერი დაიწყო ვინც შექმნა მას ჰქონდა ესეთი ვერსია რომ თითქოს მისი შეწყალების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნებოდა თავისუფალი ამ ვერსიაში არსებობს რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ შეწყალებას აზრი ჰქონია იმიტომ რომ ამ შეკრებითობით მიშას 12 წელს ნახევარს ვერ მიუჭიდნენ მას რომ საქმეების შეწყალება ქონოდა მიღებული პრეზიდენტისგან ეს ერთი მეორე არის ის რომ ეს იქნებოდა მისი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება და მივიღებდით მესამე და მეხუთე პრეზიდენტის ტანდემს და მე დარწმუნებული ვარ რომ უფრო ძლიერი იქნებოდა ამით საპროტესტო მოძრაობა იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას და სალომე ზურაბიშვილს შორის ბევრად უფრო მკაფიო ხიდი იქნებოდა რა მორალური სიცხადე შევიდოდა ამ პროცესში და მესამე არის ის რომ ეს იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იმ სტანდარტის ჩვენება რომ თუ კი ქართულ ოცნებას თხოვ რატო არ ასრულებ ევროკავშირის რეზოლუციებს და მოწოდებებს ზუსტად იგივენაირად მოუწოდებდნენ მასაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას და უგულებელყო და ივანიშვილისთვისაც გზავნილი იქნებოდა ეს რომ ოპოზიცია არის ერთიანი ამ პოზიციაში სამწუხაროდ მან ეს არ გააკეთა და ჩემი ღრმა რწმენით კონსპირაციაში რო არ შევიდეთ ჩემი ღრმა რწმენით რასაც ის ღია დაფიქსირებს ეს არის მიხეილ სააკაშვილთან მისი მიუღებლობიდან გამომდინარე და როდესაც ესეთ ბრძოლაში ვართ მიშას ეს უნარი აქვს რაც წინასაარჩევნოთაც დააფიქსირა ხო საერთო სიაზე მოწოდებით სადაც ზად იყო რომ 5 ნომერის დაეთმო ნაციონალური მოძრაობის სახელის დაეთმო ოღონდ ოპოზიცია ერთიანი ყოფილა ამ დანარჩენ ოპოზიციურ ლიდერებს ძალიან უჭირთ საკუთარი ინტერესების გვერდით გადადება და სახელმწიფო ინტერესით აზროვნება და ამ თვალსაზრისითაც უსამართლოდ ექცევიან როგორც ნაციონალურ მოძრაობას ისე პერსონალურად მიშას მე ეს ვერსია მაქვს მოსმენილი ოპოზიციის გაერთიანებაზე წინასაარჩევნოდ რომ ნაციონალურ მოძრაობა ყოფილიყო ცალკე გასულიყო როგორც ნაციონალურ მოძრაობა და გასულიყო ცალკე სხვა მესამე ძალა ოპოზიციური და ვარიანტი ის იყო რომ აი ეს ნაცების პროპაგანდა რო იყო რა ნაციტოლია კოცი ის მესამე ძალა ამის ეფექტი არ ექნებოდა რადგან ცალკე იქნებოდა ეგ პარტია და კოალიცია და ცალკე იქნებოდა ნაციონალურ მოძრაობა და ერთად მერე საბოლოოდ შექმნდნენ კოალიციას ივანიშვილის წინააღმდეგ მაგრამ ჩემი აზრით გაერთიანება წინასაარჩევნოდ იქნებოდა უდიდესი ტუსკოზირი იმიტომ რომ ეხლა კი სიმართლე რომ არჩევნები გაყავდა 20 წლამ დაიწერა ის შედეგი რაც უნდოდა და რეალურად 4 პარტიულმა კოალიციამ და ქართულმა ქარტიამ გაიმარჯვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაგრამ როცა გააყალბეს პრობლემა ეს იყო 14 წელთ არის დაყოფილი საზოგადოება ის იმისკენ არის და ასე შემდეგ როცა ერთი პარტია იტყვის რომ მოდი შევიკრიბოთ რუსთაველზე და შეიძლება სამი ოპოზიციის პარტია არ წავა, იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ არა ეს პარტია მე არ წავამოდგენს, მე ესენი არ მომწონს, იმიტომ რომ ხედავენ შიდა დაპირისპირებას ოპოზიციურ პარტიების და ეს ამიტომაც ესეთ სიტუაციაში მე ვფიქრობ, რომ გაერთიანებულიყო ოპოზიცია
იყო ყოფილიყო კოალიციან რაღაცა ქარტია მნიშვნელობა არ აქვს. ბევრად უფრო მეტი ხალხი გამოვიდა პირველივე დღესვე შექმნიდა პოლიტიკურ კრიზისს ქართულში. მე გეთანხმები, მან იქნებოდა ასევე ძალიან ცხადი როგორი იქნებოდა მომავალი ხელისუფლება. ასევე მოხდებოდა ფინანსური რესურსების საერთო ყურადღებაში მოქცევა. ასევე სიმართლე ვთქვათ, რომ ეს ტელევიზიები, რომლებიც არიან თავისუფალი სიტყვის გამტარები, ბევრად უფრო ჩამოყალიბებული საინფორმაციო ხაზი ექნებოდათ და არ იქნებოდნენ რომელიღაცა პარტიებისკენ მიკერძოებული და საერთო პროპაგანდას და უპირისპირდით რუსულ პროპაგანდას. ასევე რეგიონებში იქნებოდა ბევრად უფრო მეტი სინერგია და ვინადირებდით არა ერთმანეთის ხმებზე, არამედ ქართული ოცნების ხმებზე ეს კონსოლიდირებული იქნებოდა და რაც თავარია დასავლეთთანაც ექნებოდა საშუალება საუბრის, რომ აი ერთი თავია, ერთი ძალაა და ეს მოდის ხელისუფლებაში და გაყალბების შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერაც. საერთო პოზიციები გვექნებოდა რიგ საკითხებზე და ის შიში, რომელიც არსებობს კონკრეტული პარტიების მოbrunების მიმართ, აქ მარტო ნაციონალური მოძრაობის შიში არ აქვს. ესეც კარგად მინდა რომ იცოდეს, ახლა ვიღაცას რო კითხო, გიორგი გახარიას ხელისუფლებაში მოსვლა საერთოდ არ უნდა. მაგრამ ეს დაბალანსდებოდა, მაგრამ გავედით ცალ-ცალკე და მე მიმაჩნია, რომ ის მრავალფეროვნება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ვითომ იყიდებოდა, სინამდვილეში ჩვენმა ამორჩევებმა აღიქვა როგორც სიჭრელი. ეს სიჭრელი არჩევნები იყო, რამაც ქართულ ოცნებას ხელი შეუწყო უფრო მეტად გაეყალბებინა არჩევნები. აი ქართულ ქარტიაზე მინდა ვისაუბრო და მე გადავიდე ჩვენს საბოლოო დისკუსიის თემაზე. ქართული ქარტია იყო ისეთი რაღაცა, რომ 4 პარტია ამბობს, რომ შენ ოღონდ ამ ქარტიის პარტიას მიეძღვა და მე არ მაინტერესებს ვიზაძლო ხმას. პოლიტიკური კატასტროფა არის ჩემთვის ეს. კი, ამ ქარტიის იდეები მე ძალიან მომწონს. მაგრამ მოდი მინდა გავიხსენოთ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში. როცა ტრამპის რეიტინგმა აიწია და ნახეს ეს დაანჩენა კანდიდატებმა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი არჩევნებში, შექმნეს ესეთი რაღაცა Never Trump Coalition, არასდროს ტრამპის კოალიცია, რომ ტრამპი არ უნდა მოვიდა. თქვენს რომ პრაიმერიში წაყავთო, ნებისმიერ ჩვენთაგანს მოგვეცით ხმაო, ოღონდ ტრამპს არ მისცეთ ხმაო და შედეგი რა იყო? ტრამპმა გაიმარჯვა პრაიმერი და მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. იგივე პრინციპი იყო ეს ქარტია. ქარტიის იდეები მშვენიერი, მაგრამ როცა მაგალითად მოდის კოალიცია ძლიერ საქართველო. იმას ხო თავისი ისა აქვს, თავისი პარტია, თავისი ხედვა აქვს, ნაციონალური მოძრაობა, თავისი პარტია, თავისი ხედვა. გახარიას ხო საერთოდ და ცალკე კოალიცია ცვლილებებისთვის. როგა ერთი ქართული ქარტია რო ყოფილიყო კოალიციური ერთიანი სია, ეს გასაგები იყო, მშვენიერი იქნებოდა, ეს იქნებოდა იდეალური. მაგრამ როცა ამდენი პარტია ამბობს, რომ ნახე, მე ვარ ნაციონალური მოძრაობა, არ მაინტერესებს ჩვენ გიორგი გახარიას მისცემ ხმას, ლევოს მისცემ თუ კოალიცია ცვლილებებისთვის, ეს ჩემთვის არის შეცდომა, იმიტომ რომ იგივე იმ პარტიებისთვის, კოალიცია ცვლილებებისთვის რო ვიყო და ვეუბნები, კი, შენ შეგვიძლია ამას მისცე ხმა, ამას მისცე, ამას ოღონდ იმ კოცებს არის, კოცები ადგებიან და იტყვიან, ნახეთ, ეცენი როგორ ერთიანდებიან ჩემს ნახდა და გახსოვს გლობალური ომის პარტია და Deep State-ი, რაც აი უდიდესი საფრთხეა. აი, ყველა ჩვენს წინააღმდეგარი და ჩვენ უნდა მოგცოთ ხმა და ეს რეგიონებში იხმარეთ ძალიან, რეგიონებში რომ დადიოდნენ კამპანიას ატარებდნენ, ეუბნებოდნენ, ნახე, Deep State-ი, LGBT პროპაგანდა გაერთიანდა ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ თუ არ მოგვეცით ხმა, საქართველოს დაიქცევა. იმიშავა და მე აბსოლუტურად გეთანხმები არგუმენტაციაში და კიდე ერთს დავამატებდი ჯერ კიდე არჩევნებამდე მეც რამდენჯერმე მომიწია მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისვლა და ამ არგუმენტზე პასუხი არ მომისმენია რომ თუ ამბობთ რომ ეს იყო რეფერენდუმი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს ევროპულ განვითარებასა და რაღაცა იზოლაციას შორის სიღატაკესა და სიღარიბეს შორის ასე შემდეგ ხო რეფერენდუმს ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რომ ორი არჩევანია, ან კი, ან არა. და როდესაც ამ ქარტით გათვალისწინებული საკითხები იყო, გეთანხმები, რომ ძალიან მარტივი იქნებოდა, თუ კი იქნებოდა ორი არჩევანი, ან ქართული ოცნება, ან პირობითად რაღაც ნომერი, რა, ქართული ქარტია, 30 რაღაცა. სადაც ყველა არის გაერთიანებული. ამიტომ რეფერენდუმში არ შეიძლება სწორი პასუხი იყოს 4 პარტია, უნდა იყოს ერთი ძალა. ამით შენ აუფასურებ იმ მძიმე ვითარებას, რომელიც მათ შორის არსებობს რა. იმიტომ რომ ესეთი კონფიგურაციით გასვლა ხდება ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ავტორიტარიზმი არ არის, სადაც არჩევნებს აზრი აქვს და ივანიშვილმა ეს საუკეთესოდ გამოიყენა. ისიც კი ვერ მოახერხეთ, რომ ორ კოალიციად გავსულიყავით, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის, რომელიც ბევრად უფრო მეტი საერთო
რაღაცა მე ვამბობ ხოლმე რომ საერთოდ დნმ-ის მატარებლები ვართ, ყოფილიყავით ერთად და იქით ყოფილიყვნენ ლელო და გახარია, მაგრამ ესაც ვერ მოხერხდა. კარგი იქნებოდა ჩემი აზრით ეგრე და თუ ერთიანი არ გამოდიოდა, ორი სიას მაინც ექნებოდა განსხვავებული შედეგის მოტანა შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს იქნებოდა რაღაც 25%-იანი ორი დიდი კოალიცია ან მეტი. და როდესაც ისედაც მძიმე ვითარებაში, სადაც არჩევნებში ტოტალური გაყალბების შესაძლებლობა ჰქონდა ოცნებას ჩვენ ცალსაკე გავედით, ამით იდეალურად ისარგებლა და აი რო ვაკვირდები ახლა ამ ყველაფერს, აი უდიდესი კატასტროფა იყო ეს. ეხლა მე მესმის ის რომ შეიძლება კოალიციის ცვლილებებისთვის განსხვავებული პარტია იყოს ნაციონალურ მოძრაობასთან და იმას ჰქონდეს თავისი სხვა მიზნები, თავისი იდეები და ამას თავისი იდეები. ეს ჩვეულებრივად ნორმალურია ჩემი აზრით და ეს ყველგან ხდება. და ჯანსაღია. და ჯანსაღიც არის, უნდა ხდებოდეს. მარტო ორი პარტია არ შეიძლება. ეხლა ერთი კრიტიკა მაქვს მაგალითად ამერიკის საარჩევნო სისტემაზე, რომ თითქმის სულ ორი არჩევანია და არა აი რამდენიმე. და ძალიან პოლარიზებული არის ამის გამო ამერიკული პოლიტიკა. ქართულ პოლიტიკაში ეს კარგია, რომ ბევრი პარტია არის, ბევრი იდეა არის და ყველას უნდა რომ მოიზიდოს ახალგაზრდები. სიტუაციაში უნდა იყოს. ნორმალურ სიტუაციაში არის კარგი. მე რას ვიზავდი, იქნებოდა რომ გავერთიანდებოდი ერთი წელი ვიმუშაობდი რომ თუ მოვიდოდი მთავრობაში ერთი წელი ვიმუშაობდი რომ ჩამომეყალებინა წესიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, შემესრულებინა 9 დათქმა, მე კოალიცია ეს გაერთიანება ტექნიკური მთავრობა იყო ჩაეტარებოდა. და მე როცა გააკეთებდა ყველაფერს დაიშლებოდა და ჩაატარებდა ვადამდელ არჩევნებს და ყველა ეს პარტია ცალკე გავიდოდა. და ჩვენ მივიღებდით პოლიტიკას პოლარიზაციის გარეშე. და ეს უდიდესი შეცდომა იყო. იმიტომ რომ არავის არ ქონდა ის განცდა, რომ საერთო სიით მაგას მეც არ ვუშვებდი, საერთო სიით რო გავსულიყავით მაქსიმუმ 2 წელიწადში მაინც იქნებოდა ვადამდელი არჩევნები. არავინ არ დაკარგავდა ამ შესაძლებლობას, ყველა ხელისუფლებაში მოვიდოდა. CESCO-ს, SUS-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს, პროკურატურის რეფორმები დაიწყებოდა მაშინვე და 2 წლის შემდეგ, როდესაც იქნებოდა შესაძლებლობა, რომ დავშლილიყავით და ქართული ოცნებაც ვიტყოდი, რომ განეიტრალებული იქნებოდა პოლიტიკურად, იმიტომ რომ ამ გუნდის ოპოზიციაში გადასვლა ნაკლებად მესახება, იმდენად გადავახეთ წითელი ზღვარი. პირობითად 26 ოქტომბრამდე უფრო მეტად ვთვლიდი, რომ ისინი ოპოზიციაში იქნებოდნენ. ეხლა ჩემი განსაცვეთი კი არ არის, ისინი ოპოზიციაში იქნებიან თუ არა. უბრალოდ მათ რიგ საქმეებზე მოუწევთ სამართლიან სასამართლოსთან პასუხისგაცემა, იმიტომ რომ ესე მარტივად არ ჩაივლის, რასაც ისინი აკეთებენ. რაც ამ თვეებში იკადრეს, მანამდე რომ თავი დავანებოთ, რაც ხდებოდა. და ამ ვიწრო მხედველობა სერიოზული დავი დაასვა მთლიანად საარჩევნო პროცესს და იძინა ესეთი როგორც თვითონ უყარს ტრიუკების გამოყენება არის მისთვის ჰობი და საუკეთესო საშუალება. და ეხლა რადგან და ჩვენი საბოლოო დისკუსიის თემა. როგორ შეიძლება რომ ახალგაზრდებს დავანახოთ რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეხლა რო ველაპარაკები ბევრს, სულ იციან უარყოფით, რომ აი 7 ნოემბერს დაარბია ხალხი. და მე რა იქიდან მაგრამ 7 ნოემბრის მერე ის გადადგა როგორც პრეზიდენტი ახალი არჩევნები დანიშნა წელწადნახევრი შეიმცირა და როგორ შეიძლება აი ყველას მართლა დავანახოთ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი და ეს პროპაგანდა დავამართოთ საბოლოოდ. ჩემი აზრით აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოციალურ ქსელებს, Facebook-ს და TikTok-ს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ქართული ოცნების პროპაგანდა ამ თვალსაზრისით ძალიან სწორად მუშაობს მათი მიმართულებით და ახალგაზრდებს აწვდის მხოლოდ იმ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილზე, რაც უნდა მიაწოდოს. ამავე დროს პარტიული თვალსაზრისითაც კიდევ უფრო მეტად უნდა გაიხსნას კარი ახალგაზრდა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ახლა მეც რომ აქვს შეხება, ყველაზე მეტად მაინც ახალგაზრდისგან მოსმენილი უფრო სანდოა, ვიდრე პირობითად 50 წლის პოლიტიკოსისგან, რომელიც მიშაზე საუბრობს, იმიტომ რომ მაინც უფრო მეტ ლინკს პოულობენ შენთან. ეს მგონია ასევე ის აპლიკაცია, რომელიც დაგეგმილია და რომელიც მიშამ განაცხადა. ჩემი აზრით, ნაციონალურ მოძრაობას შეძენს მეტ რაღაც საინტერესო ეფექტს, რომ რაღაც მოდერნისტული პარტიის ხედვა არის, 21 საუკუნის პარტიის ხედვა არის, სადაც უფრო მეტ ადამიანს შეუძლია ჩართვა და ისევ ამ თვალსაზრისით სწორად მიმოჩნია, რომ ძალიან ხისტად, რაც არ ტყუილი რაც ამდენი წელი არ გაკეთებულა, ტყუილზე ნაციონალურ მოძრაობამაც და მიშას ახალ ციხეშია და ძალიან გაუჭირდება ეს და თვითონ ეს პრობლემა ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ ტყუილზე მკაფიოდ უნდა თქვა, რომ ტყუილია. არ უნდა მოგერიდოს, რაღაცა პროპაგანდას არ უნდა გაუწიო ანგარიში
და ახალგაზრდებთან მუშაობის თვალსაზრისითაც მგონია რომ ეს არის გამოსავალი რომ რაღაცა გვერდიდან კი არ მოუარო და ის კი არ ამტკიცო რომ ბიძინაა ძალიან ცუდი. ეს ძალიან არასწორი მიდგომაა რომ ანუ მიშას საკითხის გამოსწორება ბიძინას დინებით არ მოხდება. მიშას საკითხის გამოსწორება მოხდება მიშას და ნაციონალური მოძრაობის სიმართლის დამტკიცებით. და იმის ჩვენებით რომ გარდა იმისა აქამდე რა გააკეთა მე ის გაკეთება მოუწევს და ასევე მე კიდე ერთ დეტალს დავამატებდი რომ მე მანამდე ამას არ ვაქცევდი ყურადღებას მაგრამ განსაკუთრებით აი შენი თავის წარმომადგენლებმა საერთოდ არ იციან მიშამდე რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. გონიათ რომ დღეს როგორი სახელმწიფოც არის ესეთივე ჩაიბარა მიშა. და ქართულ ოცნებას არ უნდა დავამსგავსოთ რომ სულ წინა პერიოდზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ისიც უნდა იცოდნენ მიშამ სად დაიწყო და სად დაამთავრა. რომ ის რაც ჩემი არსით არის უკვე მიუღებელი რომ რაღაცა ქრთამით ჩააბარო პოლიციელი რაღაცა ქრთამს იღებდეს ყოველფეხის ნაბიჯზე ნარკომანია ყვავის დღესაც ისო კრიმინალი და ქურდული მენტალიტეტი სამწუხაროდ ხდება ძალიან პოპულარული იდეა განსაკუთრებით აი ამ ქუჩის ელემენტების წახალისებით აი ეს ყველაფერი რომ მიშამ დაამარცხა და იქამდე რა იყო ეს უნდა გამოვაჩინოთ უკეთ და ესაც მესახება მხოლოდ აი ტელევიზიას ნაკლებად უყურებენ ეს ადამიანები და ახალგაზრდები ისევ სოციალური ქსელების მიმართულებით და მეტი საუბრით, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას ეს კომპლექსი ნამდვილად ჰქონდა და მგონია რომ ეხლა არის ყველაზე კარგი მომენტი ამისგან განთავისუფლდეს. და საბოლოო შეკითხვა. სად ხედავთ საქართველოს 10 წელიწადში? საქართველოს 10 წელიწადში ჯერად ვხედავ ევროკავშირის წევრად. ნატოს წევრობა იქნებოდა შესანიშნავი, მაგრამ მე როგორც უყურებ ნატოს თვითონ ფორმაცია შეიძლება შეიცვალოს, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ 10 წელიწადში ევროკავშირი კიდევ უფრო მდგრადი იქნება, ვიდრე დღეს არის, მაგრამ ისიც ჯერა რომ 10 წელიწადში ჩვენ ვიქნებით რომელიმე მსხვილი დასავლური სახელმწიფოს ან სახელმწიფოების სტრატეგიული პარტნიორი და რაღაც სამხედრო კავშირშიც ვიქნებთ. შეიძლება ეს იყოს დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ამერიკასთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები, როგორც ისრაელს აქვს, მაგრამ თუ კი ისეთი გარღვევა მოხდა და რუსეთის ფედერაციის ჩამოშლა მოხდა, რის გარეშეც გამიჭირდება ზოგადად ამ სცენარის წარმოქმნა და მგონია რომ ეს მაინც მოხდება, შეიძლება თავად ნატოს ქოლგის ქვეშაც თავმოთ ვიყოთ აღმოჩენილი, მაგრამ თავარი რაც არის ევროკავშირის წევრები ეკონომიკურად ძალიან გაძლიერებული, იმედი მაქვს რომ იქნება შესაძლებლობა რომ უკვე გქონდეს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი, თუ არა და 10 წელიწადში წესით ბევრად უფრო ახლოს უნდა მე მჯერა რომ ევროკავშირში როცა გავწევრიანდებით უკვე მართლა მინიმალური დროის საკითხი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც. იმდენად დიდ უპირატესობას მიიღებს საქართველოს და ეს არის ის ხედვა რომ სამართლიანი სასამართლო იქნება ამ ქვეყანაში, არჩევნები იქნება, მართლა არჩევნები, პროგრამული დებატები იქნება, პერსპექტივა იქნება, დასავლური განათლების მიღება ადგილზე უნდა შევძლოთ და მგონია რომ 10 წელიწადი არის ზუსტად ის ვადა, როდესაც ეს გარღვევა შეიძლება მოვახდინოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ ვიჩქაროთ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას სწრაფად გაუშვათ ქვეყნის მართვის სადავეებით. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო და წარმატებას გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა.